შემდგომად მათსა მოვიდეს ხვანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს გახდოთ ქალწულების 5 სულელის და 5 ბრძენი ქალწულის იგავი და სულელი ქალწულები მერე რო აკაკონებენ უფალო განგვიღეთ ჩვენ რას ეუბნება ქალწულები არიან მორწმუნეები არიან რელიგიურები არიან სულთად მარცხოვრებლები არიან გარკვეულწილად მოშურნეობაც აქვთ რაღაცა მაგრამ ეძინათ გესმით ეძინათ და თან ეძინათ ისე რომ მათ არ ქონდათ ზეთი რა არის ზეთია ეს არის საქმეში რეალიზებული ღვთის ნებით ცხოვრება აი ეს არ ქონდათ თორემ თვითონ ისე ცუდები არ იყვნენ და აკაკუნებენ განგვიღეთ ჩვენ და რასეუნება უფალი თქვა მათ ამინ გეტყვით თქვენ არა გიცნობ თქვენ არ გიცნობ ხშირად გვითხოვს რომ პერსონალური მცნობელობა პერსონალური ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა სოფრონ სახაროვი ამბობს რომ თუ ჩვენ დაგვავიწყდება რომ ღმერთი პერსონალური ღმერთი გვწამს ანუ სამი პერსონა სამპიროვნული ღმერთი გვწამს თუ ეს დაგვავიწყდება და თუ დაგვავიწყდება რომ ცხონება ეს არის ღმერთ პიროვნებასთან ურთიერთობა და სხვათა შორის აი მორჩილება რასაც ქვია მორჩილება არის იმდენად არა რაღაცა წესსა და კანონის და ტრადიციისა და დისციპლინის წინაშე არამედ პერსონის წინაშე მონაზონი თავის მოძღვრის წინაშე ავლენს მორჩილებას და აი უკვე ეს მორჩილება სიყვარულით ახსავსე უნდა იყოს და ნდობით და ასე შემდეგ და ასევე ღმერთთან ურთიერთობა პერსონალური თუ არ არის და თუ ეს დავივიწყეთ წმინდა სოფრონ სახაროვი ამბობს რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა გადავერთვებით უპიროვნო რელიგიურ ცხოვრებაში აი ბუდისტებს და რაღაცებს ხებს რო აქვს. როდესაც რაღაცა მედიტაციის მსგავსი მდგომარეობაში გადადიხარ და ეს პერსონალური კავშირი იკარგება და წესებს კი რაღაცებს ასრულებ, რაღაცა განცდები გაქვს, მაგრამ ცოცხალი პიროვნული კავშირი არ აქვს. ეს ძალიან გასაფრთხილებელია, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ქრისტიანად იწოდებოდეს და ეს არ ქონდეს, ეს დაკარგოს, თუ ამას დაკარგავს, ის ქრისტიანი აღარ არის. და ამიტომაც ეუბნება უფალი რომ არ გიცნობთ თქვენ ეს არის მთავარი პრობლემა ის კი არა რომ ცუდები ხართ ცუდები არ ახართ არ გიცნობთ მე თქვენ და მე აგძელებს იღვიძებდით უკვე რამე თუ არ აიცი დღე იგი და არცა ჟამი რომელსაშინაძე კაცისა მოვიდეს ეს ცნობელობის ამბავში არის ძალიან მნიშვნელოვანი რაც წეღანაც გითხარით მე მეშინია გარდაცვალების იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერს ვაკეთებდე რაც შემიძლია მაგრამ პერსონალური კავშირი არ მაქვს ღმერთთან ისეთი, როგორიც საჭიროა რომ მქონდეს.